ძველი საიდუმლო. ბებია დეიდა აიშე მუგემრიელი სიკერძები მოამზადა. წამოდი დავსხდეთ. თქვენ დასხედით. კი, მაგრამ თქვენ დასხედით მეთქი ჩეთინ. შენ გამომყევი. დედა. ბებიას რა სჭირს? დღეს მარცხენა ფეხზე ადგა? წამოდით ბავშვებო, სუფრას მივუსხდეთ. აიშე. შენც დაჯექი ძვირფასო. რატომ გახარ? ეს რას ნიშნავს თურგუთ? იმ მკვლელს ჩვენ სახლში, ჩვენს სუფრაზე რა ესაქმება? ამის თქმა გინდოდა არა? გინდოდა გეთქვა რომ ჩინარის სახლში მოიწრიე? ხმა მოიღე თურგუთ, მიპასუხე. როგორ შეგიძლია ამ სახლში შემოუშვა? ის არამზადა. არამზადა ვინც ჩემი ციხეში გამომწყუდევას სცადა. თანაც გინდა რომ მასთან ერთად სუფრაზე დავჯდე? მიპასუხე. ჩინართან გარიგება დავდე დედა. საჩივრის გაუქმების სანაცვლოდ ჩვენთან სახლში იცხოვრებს. მეც დავთანხმდი. ბიჭო, ბებია გაბრაზებულია? წავალ გავარკვევ რა სჭირს. დაჯექი ჩეთინ. როგორც ჩანს რაღაც პირადულზე საუბრობენ. ნუ ჩავერევით. ხვდები მაინც რას ამბობ? რაც გაიგონე დედა. ჩინარ ჩვენთან დარჩენის უფლება მივეცი. მან კი საჩივარი გაიტანა. იმ გველმა გონება მოგიწამლა. მოგშხამა არა? ჩემი შვილის მკვლელს როგორ გაურიგდი? ის არიკმარე რომ თავისუფლება აჩუქე? იმ მკვლელის შემოთავაზებას საუღელვებლად დათანხმდი არა? ეს როგორ ჩაიდინე? შენთვის რომ მეთქვა. არ დაგთანხმდებოდი. არ მინდა იმ მკვლელის მადლობელი ვიყო. მასთან ვალში არ ვიქნები თურგუთ. დედა, მოდი დაჯექი. მანდ რატომ დგახარ? კარგი შვილო, კარგი. ბიცოლა, თუ რამე იცი გითხარი. გონი ბიძია და ბებია ჩხუბობენ. არაფერია ბავშვებო, ხომ გითხარით? ჭამეთ, ყურადღებას ნუ მომაქცევთ. ახლავე წადი. დაუთხარი ეს სახლი დატოვოს. არავითარ შემთხვევაში. ჩინართან გარიგება დავდე. ამიერიდან ჩვენთან იცხოვრებს. ეს გამორიცხულია თურგუთ. თუ საჭირო გახდება ისევ ციხეში დავბრუნდები, მაგრამ იმ გველის მადლობელი არ იქნები. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. რაც არ უნდა თქვა, ჩინარი ამ სახლში დარჩება. შენი ერთადერთი ძმის მკვლელის გამო დედა შენის სიტყვებს არაფრად აგდებ? დედა. თავი ვინ გონია ასე რომ იქცევა? ვინ არის ასეთი რომ მთელი ოჯახი მის სიტყვას სცემს თაყვანს? ვინ არის თურგუთ? ვინ? ვინ არის ის გველი, რომელიც სუფრაზე დაჯდება იმ ქალის გვერდით, რომლის შვილსაც სიცოცხლე წაართვა? ვინ არის?
ვინ არის ის ავაზაკი, რომელიც უმამოდ დარჩენილ შვილებთან ერთჯერ ქვეშ დაიძინებს? ის მკვლელი რას წარმოადგენს, თურგუთ? არ დავუშვებ, რომ ამ სახლში იცხოვროს. ამას არ დავუშვებ. გესმის, თურგუთ? ამ სახლის უფროსი მე ვარ. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. როგორც ვთქვი, ისე იქნება. ჩინარი ამ სახლში იცხოვრებს. რა ხდება? არაფერი. არაფერი, შვილო. პანჯარაზე ობობა დავინახე და შემეშინდა. გემრიელად მიირთვით. დედა, შეგთხოვ, არ გაბრაზდე. ჩვენ სახლში ასეთი რამ იშვიათად ხდება. ყოველთვის სტუმართ მოყვარეობით გამოვირჩევით. გემრიელად მიირთვით. მე უკვე დავნაყრდი, შვილო. თქვენ მიირთვით. იმედია მოგეწონებათ. ჩინარი არავის არაფერს ეტყვის, დედა. ასე რომ არ შეგეშინდეს. მისი ერთადერთი სურვილია შვილების გვერდით იცხოვროს. ესაა და ეს. იმ გველის გამო დედა შენი ციხეში მოხვდა და ისევ მას იცავა რა? შენ თუ არ გააგდებ? ამას მე გავაკეთებ. მე თვითონ გავაგდებ, შვილო. დედა, ხელი გამიშვი, თურგუთ. სანამ მეგონა რომ ჩემი შვილი დაჭკვიანდა, თურმე პირიქით. ჩინარს არსად არ გაუშვებ. გწვენოდეს. გამიშვი ხელი, გამიშვი. ჩინარი ამ სახლს არ დატოვებს. თურგუთ. დედა. ჩინარი კვდება. დედა, შეგმადლობთ ამ გემრიელი ვახშმისთვის. კარგია რომ მოხვედით. მოგვენატრეთ. მერთმა შეგარგოს, შვილო. თქვენ ოღონდ მითხარით, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს გავაკეთებ. ჯანა, შეგიძლია სუფრა ალაგო. დედა, ისე ჯერ არაფერი გიჭამია. არ მშია, შვილო. როცა მომშივდება, მერე შევჭამ. თქვენი ნებართვით ჩემს ოთახში ავა. მოიცადე, სად მიდიხარ? მეგონა ყავას დავლევდით. დედა, ისე არ წახვიდე. ესმა გემრიელ ყავას მოგვიმზადებს. ბოლოს და ბოლოს თვითონ შემოგთავაზა. მიდი დატრიალდი. დედა, ისე სუმადლოდე. თორემ გაჩვენებდი, როგორ ყავას ვამზადებ ჩემო ქუდრეთ. ჩინარი ავად არის, დედა. ტვინში ანევრიზმა განუვითარდა. როდის გასკდება, არავინ იცის. როგორც ხვდები, ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ კვდება. როგორც ჩანს, უფალი თავად აღასრულებს იმ საქმეს, რომელიც ბოლომდე ვერ მივიყვანე. სამწუხაროა, რომ ასეთ მტკივნეულ სიტუაციაში შეგიძლია ბედნიერი იყო. მაგრამ არ იდარდო. მისი ნაადრევი სიკვდილი შენი ბრალი იქნება. როცა ჩინარი კლდიდან გადავარდა, ტვინში ანევრიზმა სწორედ მაშინ განუვითარდა. ასე რომ მისი ავადმყოფობა შენ გამოიწვია. ბოლოს მაინც შეძელი მასზე შურისძიება. სამართლიანობა იმარჯვებს. როგორც იქნა ჩემი რასი მის მკვლელზე შური ვიძიე. ნეტავი მის მაგივრად რომ ბრალს მდებდე. ჩემი მადლობელი იყო. იმ ქალისთვის ბოლო შენ უნდა მოგეღო. შენი ძმის მკვლელზე შური უნდა გეძია. ამის მაგივრად კი სახლში მოიყვანე. არ ინერვიულო. ამოვალს მაინც გადავიხდი, იმით რომ ჩინარი დარჩენილ დღეებს შვილების გვერდით გაატარებს. გითხარი რომ ის მკვლელი აქ ვერ დარჩება. დროზე მოაშორე აქედან. თორემ არ გაპატიებ. ნება მომეცი ჩინარს ვალი გადავუხადო. მეტი არაფერი მინდა. უფლებას არ მოგცემ ხელი შემიშალო. დედა შენის წინააღმდეგ როგორ მიდიხარ? ადათ წესები და ტრადიციები როდის დაივიწყე? გეუბნები ჩინარი ამ სახლში ვერ დარჩება მეთქი. არ გესმის? დედა.
შენ მიმართ უსაზღურო სიყვარული და პატივისცემა მაქვს. მაგრამ ეს სახლი მე მეკუთვნის. და მე ვწყვეტ ვინ დარჩება და ვინ არა. თუ ჩემი გადაწყვეტილება არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე და სხვაგანი ცხოვრო. მოვკვდები და იმ გველს ჩემს შვილიშვილებთან ერთად მარტო არ დავტოვებ. წავალ მოვამზადებ. ბიძია, შენც დალევ ყავას? არა შვილო, გმადლობ. შვილო. ყავა მომიმზადე. კარგი ბებია, ახლავე. გეცილი იყოს თქვენი მობრძანება, ქალბატონო აიშე. გმადლობთ. ძალიან ავად ვარ შვილო. კვდები. სხვა გზა არ არსებობს გარდა ოპერაციისა, რომლის გაკეთებაც სიკვდილის ტოლფასია. ჩემი გადარჩენის შანსები ძალიან მცირეა. არა დედა, არ მოკვდები. ვერ მიგვატოვებ. ოპერაციას გაიკეთებ და გამოჯამრთელდები. შვილო. ლამისაა შიმშილის განგული წამივიდეს. საჭმელი ჯერ კიდევ არ მოგიბზადებია? წნიანი როგორ ვერ მოხარშე? თუმცა რა გასაკვირია. იმდენი ხანია სახლში არ ყოფილხარ. სამზარეულოს კარი საიდან იღება ისიც დაგავიწყდა. სალათა თითქმის მზადაა. შენ და დურუმაგიდასთან დასხედით და ახლავე მოვიტან. ქალბატონო რძალო, ორი კერძის მომზადებით ვერ გამაკვირვებ. სახლი ისევ ჭუჭყიანია, ყველგან მტვერია. სააბაზანოში კი სარეცხის გროვა დგას. სამზარეულოში საქმეს მორჩები და დანარჩენს მივხედავ. ბებია დედას რომ დაინახავდა, ერთ ამბავს ატეხდა. ქალი ისედაც ავადაა. რამდენი რამის გადატანა უწევს. ღმერთო დაეხმარე. ესე იგი ცოტა ხნით ჩვენი სტუმარი იქნები. სურვილით რომ მქონდეს სამწუხაროდ დიდხანს ვერ დავრჩები. როგორც მოისურვებ. თუმცა სამწუხაროა რომ მალე დაგტოვებ. თქვენი ნებართვით ჩემს ოთახში ავალ. მეც ჩემს ოთახში ავალ. ყავა იქ მომიტანეთ. კარგი დედა. თორგოთ. რა მოხდა? დედას რა დაემართა? ჩინარს ასე რატომ ეკცევა? არ ვიცი. ალბათ გონს მოვიდა. დედა შენზე ვლაპარაკობთ თურგუთ. უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც ის შეიბრალებს ჩინარია. ასეთი რა უთხარი, რომ ქალმა ორ წუთში აზრი შეიცვალა. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გამოიძიებ. ილოცე რომ ცუდი არაფერი მოხდეს. სანამ მეგონა რომ დედა ასია, ჩინარს თავის ადგილს მიუჩენდა, მთელი გეგმა ჩამეშალა. ასეთი რა უთხრა თურგუთმა, რომ ქალს გონება გადაუტრიალა. დედა ჩემის დაკარგვას ვერ გადავიტან. თუნდაც გადარჩენის ძალიან მცირე შანსი იყოს, ყველაფერს ვიღონებ, რომ ოპერაციაზე უარის თქმა გადავაფიქრებინა. გოგო, ერჯუმენტისთვის საჭმელი შეინახე? მალე მოვადა, რომ არ დახვდეს გადაირევა. ვის ველაპარაკები? შენი გონება სად დაფრინავს? ვითომ საქმეს აკეთებს ამ დროს კი ხვალინდელი მოგზაურობის გეგმებს აწყობს. დედა, ბებია რაღაცას გეუბნება. რა მოხდა შვილო? ყოველად გელაპარაკები. ბავშვმა ძლივს გამოგაფხიზლა. ისმენ დედა, რამე მითხარი? შენ რა ტირი? არა, თვალში მტვერი ჩამივარდა. მეც ამას არ ვამბობ. სახლი მტვრით არის სავსე. ხვალ დაალაგე იცოდე. კარგი.
არი დარდო. რასიმ, ჩემო ძმაო. ვიცი რომ ამით ჩემს სოდვებს ვერ გამოვისყიდი, მაგრამ არი დარდო. ჩინარი უკანასკნელ დღეებს შვილების გვერდით გაატარებს. მობრძანდით. მობრძანდით ჩინარ. ძმაო, გმადლობ რომ სიტყვაში ასრულე. არ მინდოდა დედა ასიასთან გეკამათა, მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა. თუ ჩემ გამო პრობლემები შეგექმნა, ბოდიშს გიხდი. ბოდიშ შენ კი არა, დედა ჩემი უნდა იხდიდეს. მან შეცდომა დაუშვა. მაგრამ არ ინერვიულო. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი სახლიდან ვერავინ გაგაგდებს. დედა ჩემზე არი დარდო. მე მივხედავ. შენ შვილებთან ცხოვრებით დათქვი. ღმერთმა დაგლოცოს ძმაო. ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებ. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. ახლა ხვდები რომ შენ ძმას გავხარ. გასაჭირში მარტო არ დამტოვე. რასიმი რომ ხედავდეს იამაყებდა შენით. ახლა წავალ ძმაო. აღარ მოგაცდენი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. შენც ჩინარ. რასიმი რომ ხედავდეს, სახეში შემაფურთხებდა ჩინარ. ნამდვილად ასე მოიქცეოდა. მიირთვი დედა. ნამცხვარი როდის გამოაცხვა შვილო? სადილის მომზადებისას. ჩაისთან ერთად მიირთვი. ჩემი საყვარელი ნამცხვარი. რა ხდება რძალო? პრობლემები გაქვს? არა. ჩემს ოთახში ვიქნები. ჩაის დამატება თუ მოგინდეს დამიძახე. ნამცხვარი ერჯუმენტს შეუნახე? ვის ველაპარაკები? არაფერი ესმის. ღრუბლებში დაფრინავს. ნამდვილად რაღაც სჭირს და არ ამბობს. დაველოდოთ. რა გემრიელია. რაც ეხერხება, ეხერხება. ასეთ ნამცხვარს კიდევ თუ გამოაცხობს, მადლობელი ვიქნები. ჯამე შვილო, ჯამე. გისმენ შვილო. როგორ ხარ დედა? შენზე ვღელავდი. იმედია ბებიას არ გაუბრაზები ხარ. ცეჰერ. ჩემო თვალისჩინო. კარგად ვარ, არ ინერვიულო. ბიძა შენი მეხმარება. ამიტომ დედა ასიე ვერაფერს დამიშავებს. მისმინე, სიმართლე მითხარი, რამეს ხომ არ მიმალა? არა შვილო, კარგად ვარ. დედა ასიეს ეთყობა რომ გაბრაზებულია, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, რადგან ბიძა შენი ეშინია. ერთი ცუდი სიტყვაც კი არ დასცდენია. ესე იგი ყველაფერი კარგად არის? მოშვილო, არ ინერვიულო. მე კარგად ვარ. როცა ჩემ შვილებთან ერთად ვარ. მიხარია მათთან ერთად ყოფნა. ნეტავ მეც მანდ ვიყო. სულ შენზე ვფიქრობ. მეც მინდა რომ აქ იყო, მაგრამ შვილზე უნდა იზრუნო. შენს ქმარს საყვედურს ნუ ათქმევინე. ჩემი დედამთილი ისედაც საყვედურობს. კარგი, ახლა დაგემშვიდობები. ხვალდილით მოვა. კარგი შვილო. არ ინერვიულო. მე კარგად ვარ. კარგი? კარგი. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. დიდი შეცდომა დაუშვი, ჩინარი აქ რომ მოიყვანე. დედა ასიეს სიჩუმე მხოლოდ დროის საკითხია. არავინ იცის, როდის აფეთქდება. თავიდან ნუ დაიწყებ ზოჰალ. ღამით მაინც მომასვენე.
როგორ არ დავიწყო თურგუთ? იცი რა მოხდება ჩინარი ბავშვებს რომ დაელაპარაკება? დედა ასია ჯოჯოხეთს მოგვიწყობს. ვერ დაინახე დედა შენი ჩინარს როგორ უყურებდა. მისი დახჭობა უნდა. ხვალვე უნდა წავიდეს ჩინარი, სანამ რამე სერიოზული მოხდება. არაფერი მოხდება. დარწმუნებული ვარ ჩინარი ბავშვებს არაფერს ეტყვის. როგორ შეგიძლია ასეთი დარწმუნებული იყო თურგუთ? საიდან იცი რომ ჩინარი არ გატყუებს? სიკვდილმისილი ადამიანი არ იტყუება ზუჰალ. რა? ჩინარი ავად არის. მალე მოკვდება. ესმის? ახლა დაიძინე და მეც დამაძინე. მადლობა ღმერთს საშუალება მომეცა ჩემს შვილებთან ერთად ვიცხოვრო. ესე იგი გამოჯანმრთელების შანსი არ არსებობს? არა. ოპერაცია ძალიან სარისკოა. ამიტომ მოარი თქვა და სურს რომ დარჩენილი დრო შვილებთან გაატაროს. დარწმუნებული ხარ რომ ბავშვებს არაფერს ეტყვის? რა უნდა უთხრას ზუჰალ? მე დედა თქვენი ვარ რომელიც მკვდარი გეგონათ, მაგრამ ახლა მართლა ვკვდებიო? დედა შენმაც იცის რომ ჩინარი კვდება. ამიტომ არაფერი უთხრა არა? ესე იგი ჩინარი კვდება. როგორც იქნა თავიდან მოვიშორებ. გავიგე რომ მალე მოკვდები და ამ ქვეყნიდან წახვალ. ჩემი შვილის სიცოცხლის მოსპობისთვის საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხს. ვფიქრობ რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა. ჩემი შვილის დაკარგვის ტკივილი ოდნავ შემიმსუბუქდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ სახლში შენ სატანას არ ვაპირებ. თუ ოდნავ სიამაყე შეგრჩა, წადი აქედან. ბარგი ჩაალაგე. და გათენებას ნუ დაელოდები, სადაც გინდა იქ წადი. არსად არ წავალ. უფლება არ გაქვს აქედან გამიშვა. შენი გათავისუფლების სანაცვლოდ დედობის უფლება მოვიპოვე. ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემი შვილების გვერდით ვიქნები, გასაგებია? მხოლოდ სიკვდილს შეუძლია მათთან დამაშოროს. მეგონა შემოტყობინებდი თუ რამე მოხდებოდა. დედა ასე დაბრუნებულა, მე კი აქ არ დავხვდი. უმარ მიკითხა. ფიდან, რამდენჯერ უნდა გითხრა? დედა ასეას არ უკითხი ხარ. დაგეხმარები ჩინარ. ქალბატონო აიშე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ხომ გითხარი დეიდა აიშეს გამომცხვარი ბლინების სუნია მეთქი? დილამშვიდობისა ბავშვებო. რა მოამზადე დეიდა აიშე? ღმერთმა დაგვოცოს. ჩვენ გამო ძალიან შეწუხდი. რა შეწუხებაა? გემრიელად მიირთვით.
ჩვენი სუფრა რა გემრიელად გამოიყურება. როგორც ჩანს, გასკდომამდე ჭამას ვაპირებთ. მენემენიც კი მოგიმზადებია. ღმერთმა დაგლოცოს. რატომ აღნიშნე შვილო? მენემენი ხომ არ გიყვარს? დედა ეგ იქამდე იყო, სანამ დეიდა აიშეს მომზადებულ მენემენს გავსინჯავდი. ვინც არ შეჭამს ძალიან ბევრს დაკარგავს. მაგრამ ყოველდღე ასეთი გემრიელი კერძები თუ იქნება, გავსუქდებით. ნამდვილად ყველა გავსუქდებით. შეხედე რჯუმენ, შენმა ცოლმა რამდენი რამ იყიდა. კვერცხიდან დაწყებული, ძეხვით დამთავრებული. თვითონ არაფრის გაკეთება არ უნდა. მთელი დღე აქეთ იქით დადის. გმადლობ ზურფასო. ქმრისთვის შესანიშნავი საუზმე მოგიმზადებია. გემრიელად მიირთვით. ჩაის დავასხამ და მოვალ. კომპლიმენტს რატომ მეუბნები? საუზმეს 40 წელიწადში ერთხელ ამზადებს. პირიქით უნდა უსაყვედურო. დილით გაიღვიძა და სახლი დაალაგა. ალბათ ისევ გაქცევას აპირებს. დედა? თუ ხვდები რომ სეჰერმა რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც უკმაყოფილო ხარ. თითქოს არ გინდა რომ სახლში იყოს. მაგრამ როცა გადის და საქმის გაკეთება შენ გიწევს, მერე წუწუნებ. დღეს ბიძიასთან გამოყვები. რა ხდება ზურფასო? ამ დილა ადრიან ბიძა შენთან რა გინდა? დეიდა აიშე გადავიდა საცხოვრებლად. გადავწყვიტე და მოვინახულო და ვკითხო როგორ არის. აი თურმე რატომ უნდა იმ სახლში წასვლა. გოგო ის ქალი ახლა ხან არ ნახე? დეიდა აიშე უკვე ყელში ამომივიდა. დედა ჩემი მართალია სეჰერ. საკმარისია. დეიდა აიშეს მეტი არავინ გახსოვს. იმ საბრალო ქალს არავისთვის არაფერი დაუშავებია. არ მოსმის ასეთი რეაქცია რატომ გაქვთ? ისედაც 1000 პრობლემა აქვს. ბიძიას გარდა არავინ არ უდგას მხარში. მეც ვცდილობ დავეხმარო. წავალ მოვამზადები. დილამშვიდობისა ბებია. მოდი და ჯექი. ნახე დეიდა აიშემ შენი საყვარელი კარტოფილის ღვეზელი მოამზადა. არ მინდა შვილო. კუჭი მაქვს გაღიზიანებული. არ მინდა უარესი დამემართოს. დილამშვიდობისა ქალბატონო ჰადია. დილამშვიდობისა. ცუდად გამოიყურებით. რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ? სულ ჩინარზე ვფიქრობ. ძალიან მებრალება. რატო? ქალბატონ ჩინარს რა დაემართა? ნუ მკითხავთ ბატონო ჰალილ. ჩინარის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. კიდან გისმენ დედა ასია? საუზმე მომიმზადე. კარგი დედა ასია. დეიდა აიშე, ცხვირიდან სისხლი მოგდის. დეიდა აიშე, კარგად ხარ? იმ ქალის ასიას დაქირავებულ კაცს რომ გაურბოდა, კლდიდან გადავარდა და თავი დაარტყა. რის შემდეგაც ანევრიზმა განუვითარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა? მძიმეა სამწუხაროდ. გადარჩენისთვის ოპერაცია სჭირდება, მაგრამ ძალიან სარისკოა. შეიძლება ვერ გადაიტანოს. ჩინარი კვდება, ბატონო ჰალილ.
ჩემი საბრალო მეგობარი გამოუვალ მდგომარეობაშია და ვერაფრით ვეხმარები. ეი, ისე კარგად ხარ? თუ გინდა საავადმყოფოში წავიდეთ. არა, კარგად ვარ. არაფერი მჭირს. ცხვირიდან სისხლდენას მიჩვეული ვარ. იმ დღესაც ასე დაგემართა. უყურადღებოდ ნუ დატოვებ. ერთმანეთს შეიძლება რამე სერიოზული იყოს. არი ნერვიულობ, სერიოზული არაფერია. წამოდი, ხელები დასახე დაიბადე. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağım.